Cristiane,
Iuțot de unde dress, cuira dress, uplis dress, სინებას ისე ძირითადად მare მიტევისა და გიუცა კიდევ ერთი სამლოცველოს უთხევას დახსნას ღვთისადიდებლად უმაღლეს სულს აქვს წირვა ლოცვა და ახლო აქ სწორედ მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება ილოცოს მიიღოს სწავლა და რიგება მოდრისაგან და სულისათვის სარგებელი ყველა მსახურება მიიღოს. სახლის კუთხევა იქნება, ნათლობა იქნება, ჯვრისერა იქნება, არაკლისის აჯანმრთელო თუ გასაპატიოსნებელი იქნება ამ წასული, ჩვენ აი ამ ხარეში გეყოლება თქვენი მოდვარი და სამლოცველოს, სადაც თქვენ შევდეთ ამ ყოველივე თქვენი მოთხოვნილებას, სულიერ მოთხოვნილებას ასრულებას. Ემიდა ყველანი დავლოცოთ, რომ ერთ ოჯახად იქცეს რევლი ამ ადრესა. ერთი რამ გვახსოვდეს, რომ უცოდელი არავინ არ არის. და უფალი მოვიდა ცოდილთათვის ამ ქვეყანაზე. როგორც ამბობს თვითონ, არა მოვედ მართალთათვის. ვისაც თავისთავი მართალი გონია, იმათთვის უფალი არ მოვიდა. უფალი კი მოვიდა, მაგრამ ვინც ხდება ღვთისიანში არ არის მართალი, ვინც სინანულით მოდის უფალთან, უფალი ღებულობს მას, შეისწარებს, შეუნდობს, განწმენს და იქნება ერთი სამცხე და ერთი მწყემსი. და ვისაც თავისთავი მართალი გონია, მას უფალი არ ჭირდება, თვითონ არის თავისუფალი. და თვითონ ყველაფერს განსჯის, ყველას განიკითხავს და არ ჭირდება მას. მაგრამ მასაც ჭირდება უფალი. და მას უფრო ჭირდება, მაგრამ ის ამას ვერ ხდება. და ვილოცოთ ამის აღსრულებას, რომ ვინც ვერ ხდება, ის მიხდეს. უფალმა მიახვედროს. და ამის სახით ჩვენ გვაქვს ღირსი დედა მარიამ ეგვიპტელი. თქვენ კარგად იცით მისი ცხოვრება, რომ მცირეწლოვანი იყო, 12 წლის იყო, როდესაც უზნეო ადამიანების ზეგავლენით დაადგა უზნეო ცხოვრების გზას. და 30 წლის ასაკამდე ასე იცხოვრა. მას არ ჭირდებოდა უფალი. ის გნობდა თავის მომხიბლავ ძალას და ამით ხარობდა და ამაყობდა. ერთხელაც მან დაინახა, როგორ ემზადებოდა ხომალდი გასამგზავრებლად წმიდა მიწაზე. ახლოვდებოდა დღესასწაული ქრისტიანთა და მრავალი ქრისტიანი აპირებდა წასვლას წმიდა მიწაზე. რომ იქ შეხვედრა დღესასწაულს და ბოროტ მაზმა გაუელვა მარიამ ეგვიპტელს. ნახოთ აბა როგორი მორწმუნეები არიან. ავიდა ისიც მათთან ხომალდზე და მგზავრობის განმავლობაში ერთი საქმით იყო დაკავებული. ეცდუნებინა, ვისაც კი შეძლებდა ყველა მამაკაცი. მან მიაღწია თავის მიზანს და ჩავიდნენ ასე წმიდა მიწაზე. დამძიმებული ცოდვით ის მოწმე ადამიანები და მოზეიმე მარიამ ეგვიპტელი. ის დარწმუნებული იყო თავის ძალაში და კადნიერად მივიდა ტაძართან. რომ ითქოს უფალს შეეჯიბრა, აი შენი მოწმუნენია. და აგერ მე უფრო ძლიერი ვარ ვიდრე შენ.
ეს მივახოლდა ადრე შესასვლელს რაღაცა ძალამ გააჩერა და ვეღარ გაინზე ნაბიჯიც ვერ გადადგა და იგრძნო თავისი უძლურება. უფალმა მოხედა მას და იმადლა საოცარი სინანული. ის მიხვდა თუ რა იყო მისი განვლილი ცხოვრება, თუ არარაობა იყო ეს ყოველივე რაც მან გააკეთა და მისთვის დამღუპელი და უკვე სინანულით, ცრემლით შევიდა ტაძარში, მივიდა მოძღვართან, უთხრა აღსარება და გავიდა უდაბნოში. იმიტომ რომ დარჩენილიყო ამ სოფელში ალბათ ეს ცოდვა მაინც ძლევდა მას. რადგან თვითონ კი უნდოდა ამ ცოდვისგან განთავისუფლება, მაგრამ გარშემო ხალხმა ყველა მისოდა, ვინც იყო და რაც იყო და ვიღა გააჩერებდა, ვინ დაასვენდა, ვინ დაუჯერებდა მას. რადგან წავიდა უდაბნოში. და როგორც მისი ცხოვრებიდან ვიცით, 17 წელი ებრძოდა სიძვის ეშმაკს. ვიდრე არ განთავისუფლდა ღვთის შეწევნით, ღვთის მადლით ამისგან. და როდესაც უკვე გავიდა მისი უდაბნოში მოღვაწეობის 40 წელი, მასთან მოვიდა ბერი ზოსიმე, ღვთის განგებით. ესეთი ტრადიცია იყო პალესტინაში, რომ დიდი მარხვის დასაწყისში შენდობის კვირას ერთმანეთს ეტყობდნენ შენდობას მამები და მიდიოდნენ უდაბნოში, რომ დიდი მარხვა ყველას უდაბნოში გაეტარებინა. ლოცვით, ძიმე მარხვით და მიდიოდნენ ხოლმე ერთმანეთს ემშვიდებოდნენ აღდგომის საგალობლით. წინასწარ ულოცავდნენ აღდგომას, იმიტომ რომ არც ერთი არ იყო დარწმუნებული უდაბნოდან ცოცხალი დაბრუნდებოდა თუ არა, იმიტომ რომ იქ ნადირიც თარიშობდა, ავაზაკებიც და ვინ გადარჩებოდა იქიდან ცოცხალი არ იცოდნენ და ასე ემშვიდებოდნენ და ღვთის განგებით ბერი ზოსიმე მივიდა სწორედ იმ ადგილს, სადაც მოღვაწეობდა მარიამ ეგვიპტელი. მან არ იცოდა მის შესახებ არაფერი და დაინახა, თუმცა რაღაცა ლანდივით რაღაცამ გაიელვა. დაედევნა რომ გაეგო ვინ არის და მოესმა ხმა. ზოსიმე გაჩერდი. არ მოხვიდი ახლოს მე, ქალი ვარ და სამოსელი შემომეძარცვა. დატოვე შენი მოსასხამი, რომ შევიმოსო. და გაუკვირდა ბერს, რომ ჩემი სახელი საიდან იცის, ან ვინ არის ეს? დატოვა თავის მოსასხამი და განერიდა იქაურობას. მარიამი მოვიდა შეიმოსა და მერე უკვე შეხვდა ზოსიმეს. მოიკითხა ბერმა, რომ ვინ ახარ, საიდან ახარ? 40 წელი ვარ და ამ მზეზე, ამ ქარში, ყინვაში ეს სამოსელი ჩემი გაიციცავდა, აღარ ამახსოვდა. ეს დაიტოვა მან სამოსლად მოსასხამი ბერისა. მოუყვა თავის ცხოვრება და თხოვა, რომ მომავალ წელს რომ მოხვალ, წმინდა ზიარება წამოიღე. რომ მე ერთხელ ვერ ზიარე მაშინ, როცა სინანულით მივედი მოძღვართან და მას შემდეგ ზიარება არ მიმიღია. ერთი წლის თავზე ბერი ზოსიმე ისევ მივიდა იმ ადგილებში და ნახა ღვთისი დედა მარიამი აზიარა
და როდესაც უკვე გავიდა ჟამი უნდა დაბრუნებულიყო, უკან ბრუნდებოდა გადასასვლელი იყო დინარეს დანიზე და მან დაინახა რომ მარიამი მას აცილებდა და როგორ გადაიარა ეს დინარე აერში აწეულა. რომ მიხვდა რა სიწმინდეს მიაღწია მისმა დედა მარიამმა. ერთი წლის თავზე როცა მოbrunდა ბერი მარიამი გარდაცვლილი გახდა. აი დღეს არის ხსენება მარიამი ბიტელის დადგენილია ეს ხსენება დიდი მარხვის მეხუთე კვირას და ჩვენ დღეს გავიხსენებთ იმასთან დაკავშირებით რომ უფალი მოვიდა ცოდვილთათვის და არა მართალთათვის, მაგრამ მართალთათვის მოვიდა რომ მოიცენ ისინი სინანულისაკენ. თუ იგზნეს უფლის მოახლოება, თუ სინდისმა შეაწუხა, თუ განიცადეს თავისი ცოდვები. და მერე უკვე ისინი მოდიან უფალთან. აი ეს დღე არის დღეს და ამ დღეს გილოცავთ. გილოცავ, მისმიდესწონეთ არის სულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მხედართლის დაავეპისკოპოსი. დიდი მეუფე მამა ისინი ილია მოიხსენს უფალ მაღლებს მასას პროფეტისა. საჩვენი საფრთხეობებისა, დამარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმინდათა მოხსენებათა თავით ისნი და ურთიერთას და ყოველი ცხოვრება ჩვენი. სადიდებლად ჩვენი ერის გასამტკიცებლად, გასაძლიერებლად ამხსენებულობა მედის ჩვენი ეკლესია მონასტრებისა, ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა კურთხევით და მადლობა ღმერთს, რომ ამ უბანში, ქალაქ რუსთავში, ამ უბანში გაიხსნა დავით მეფსალმონის სამლოცველო სახლი და მის წინამძღვრად დადგენილი არის მამა კახაბერი ჭუმბურიძე. მამა კახაბერი ჭუმბურიძე არის მეუფე იოანეს დროინდელი სტუდენტი 91 წელს არის ნაკურთხი, დიდი ხნის მოძღვარია, ადამიანი რომელიც შემდგარი არის ქრისტეს გზას, აღებული აქვს ჯვარი ქრისტესი და თავისი თავი მიუძღვნა სრულიად უფალს, ერს და ჩვენს ხალხს, მართლმადიდებელ ხალხს. გათავისებული აქვს და დიდი სიყვარულით აღავლენს საუფლო ლოცვასა და წირვას. სად მსახურობდა ადრე? მამა კახაბერი მსახურობდა, მისი კურთხევა მოხდა ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში, იქ იქნა დადგენილი წინამძღვრად გარკვეული პერიოდი, შემდეგ მან თავის სოფელში რაგუდეხის რაიონის სოფელ ელიანში აღადგინა თეოდორე ტირონის ძველი ტაძარი და იქიდან გადმოყვანილი იქნა რუსთავის მარნეულისა და ცურგავის ეპარქიაში მეუფე იოანეს ლოცვა კურთხევით. ალბათ ყველა იცით რომ აქ არის ხანდაზმულთა, მარტო ხელა ხანდაზმულთა პანსიონატი, ცხოვრობენ ვუვლით მას. ეს არის ყველაზე დიდი მადლი, დღევანდელი დღე არის ყველაზე დიდი ზეიმი ამ მადლიანი საქმის დაგვირგვინებაში, სამლოცველოს გახსნა, სადაც არ ვიცი ეს იმხელა მადლია ღმერთისგან, უფლისგან. მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ სამლოცველოს გახსნაში. მადლობა ჩვენს მეუფეს, მადლობა ილია მეორეს, რომ აი მისი სიყვარულით, მის მიმართ ასეთი დიდი რწმენით განწყობილები რომ ვართ
და ასე რომ იმრავლა ეკლესიის მშენებლობა, სახლების გახსნა, როგორც არასდროს ისე სჭირდება დღეს ჩვენს ხალხს შემოbrunება, რწმენის დაბრუნება, სიყვარულის გაძლიერება, ადამიანების მიმართ ყურადღებისა და სიკეთის გამოჩენა, როგორც არასდროს დღეს ჩვენს ხალხს და საქართველოს ისე სჭირდება. მადლობა უფალს, რომ შეგვაძლებინა და გვაქვს იმის საშუალება, რომ ჩვენ ერთმანეთს თვალებში ჩავხედოთ და უთხრათ, ხომ არაფერი გიჭირს. რითი დაგეხმარო. გაგვაძლიეროს უფალმა და მოგწეს იმის უნარი, რომ ვაკეთოთ სიკეთე და გვიყვარდეს ერთმანეთი. ყველას ძალიან გაგვიხარდა სამლოცველოს გახსნა, მე ძალიან მიხარია სამლოცველოს გახსნა, იმიტომ რომ ეს იესო ქრისტე მოიხსენია როგორც უფლის სახლი. და აი ჩვენი ბაბა კახაბერი აღასრულებს წირვანოცას. მეზიარებით ხოლმე ხშირად და გვიხარია. ვინც უკვე ცხოვრობს ეკლესიურად, გაიხაროს, რომ თავის სახლთან ახლოს ექნება სამლოცველო. ვინც ჯერ არ დაუწყია ეკლესიურ ცხოვრება, დაუფიქრდეს გავლენ ცხოვრებას, მოვიდეს მოძღვართან და მიიღოს ნუგეში და დარიგება. და რაც თავარია, აღესრულება წირვალოცვა და გექნება საშუალება მიიღოს წმინდა ზიარება და უფალი იყოს ჩვენთანა. მისამდე. ამინ. მამაკ კახაბერის ძალმოცავ დიდი ხნის მოძღვარია. 91 წლიდან მოძღვარი და მანამდე ჩვენთან სემინარიაში სწავლობდა. სტუდენტობიდან მახსოვს მე. ჩვენ მაშინ ვასწავლიდა და ისწავლობდა და ეხლა ჩვენ ერთად სწავლობდა კიდევ ვასწავლით. მე თვითონ მოვუწევს მამაკახაბე და კეთილ გამსახუროს და სიყვარულით და სიმდაბლით. უსახურე ხალხს. ამინ. ისადებს. Santa Maria,